სამყარო ძალიან დიდია. შესაძლებლობები ფაქტობრივად უსაზღვრო. და თუნდაც ამ წამს შენს გვერდითა ოთახში შესაძლოა ძალიან საინტერესო ამბები ტრიალებდეს. არსებობს ხალხი, ვინც ამ ყველაფერში პირდაპირ მონაწილეობს და უბრალოდ ისე მოხდა, რომ შენ ჯერ მათ არ იცნობ. მე ესმავარ და ჩემი მთავარი მიზანია ყველაფერი საინტერესო, რაც შენამდე ჯერ არ მოსულა, განვიხილო და ახალი შესაძლებლობები დაგანახო. ამას კი მხოლოდ მაშინ მოვახერხებ, თუ მზად იქნები შენი ხმა ყველას გავაგონოთ. მოკლედ, შემოგვიერთდი და ერთად გავიხედოთ ჰორიზონტს მიღმა. მოგესალმებით, რადიო ჩემი ხმა კვლავ პირდაპირ ეთერშია. გადაცემა ჰორიზონტს მიღმა დაგიბრუნდათ ცოტა ხნით, რათა კიდევ ორი გამოშვებით გავხედოთ ჰორიზონტს მიღმა. მე მისი წამყვანი კვლავ ესმა გუმბერიძე ვარ. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ შრომით უფლებებზე, კონკრეტულად ქალების შრომით უფლებებზე, მაგრამ არა მხოლოდ. და შრომის კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე. 2020 წელს მოგეხსენებათ, რომ შრომის კოდექსში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ცვლილება შევიდა, რომელიც აუმჯობესებს დასაქმებულის უფლებებს გარკვეულწილად. ეს თემა ახალგაზრდებისთვის და ქალებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ხშირად სწორედ ჩვენ გვეუბნება დამსაქმებელი, რომ თქვენ მაინც ჯერ სწავლობთ, მაინც ჯერ მშობლები გარჩენენ და ხელფასი არ გჭირდებათ. ქალებსაც ანალოგიურად, რომ ქალს მაღალი ხელფასი მაინც არ ჭირდება, იმიტომ რომ ვიღაცა სხვა არჩენს, ანუ კაცი ძირითადად. ამიტომ დღეს ჩვენ სწორედ ამ თემებზე ვისაუბრებთ ადვოკატ ქეთი სვანიძესთან და ქავატონ რაისელი პარტელიანთან, რომელიც არის საქართველოს პროფკავშირთა გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე. მოგესალმებით, მადლობა კიდევ ერთხელ გადაცემაში სტუმრობისთვის. ქეთი, თქვენგან მინდა დავიწყო. ძალიან მოკლედ რომ გითხრათ იმ პროექტის შესახებ, რომელსაც ქალთა ფონდი ახორციელებს, სწორედ აი ამ განახლებული შრომის კოდექსის შესახებ ხალხის ინფორმირების თვალსაზრისით და სხვადასხვა სერვისების შესახებ ამ მიმართულებით. მოგესალმებით ესმა, მივესალმები რადიო მსმენელებს. ჩემთვის დიდი პატივია რადიოში სტუმრობა შენთან ერთად. მე წარმოვადგენ ამ შემთხვევაში სამოქალაქო განათლებისა და რეაბილიტაციის ცენტრის ტრენერი გახლავართ, რომელიც ახორციელებს ქალთა ფონდის ფონდი გახლავთ დამფინანსებელი პროექტის, რომელიც ქალთა უფლებების ცნობადობით და ცნობიერების ამაღლებას ეხება ეს პროექტი. ეს არის ქალთა შრომითი უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლება და საქართველოს შრომითი კოდექსში შესული ცვლილებების გაცნობა, როგორც დამსაქმებლებისათვის, ასევე დასაქმებულთათვის და ამ მხრივ მუშაობთ, არის რამოდენიმე ტრენინგებს ვატარებთ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, ასევე გვაქვს სატელეფონო ონლაინ მომსახურებაც და ამ მხრივ ძალიან ბევრი ნაბიჯი გადაიდგა წინ, რაც შევიდა შრომის კოდექსი ძალაში და ვფიქრობთ, რომ საზოგადოების ცნობიერება ნელ-ნელა იცვლება უკეთესობისაკენ, როგორც დამსაქმებლების, ასევე დასაქმებულების. აი, ქეთი, უფრო მეტი რო გითხრათ, რა შეიცვალა სტაჟირებასთან ან ზოგადად მოგახსენებთ, ეს რამოდენიმე მნიშვნელოვან საკითხს გამოვყოფ. პირველი ეს არის ჩემთვის და ალბათ ყველასთვის სტაჟირება არეგულირდებოდა შრომის კოდექსში მანამდე. შემოვიდა ეს ცნება სტაჟირება და არის ასეთი სახით, რომ ესე იგი ანაზღაურება სტაჟირება არის და ანაზღაურების გარეშე სტაჟირება, ანაზღაურების გარეშე სტაჟირების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს და ეს განისაზღვრა და ანაზღაურებადი სტაჟირება 1 წელს არ უნდა აღემატებოდეს. ერთი და იგივე დამსაქმებელთან მხოლოდ ერთხელ შეიძლება სტაჟირების გავლა და სტაჟიორი ეს არის ფიზიკური პირი, რომელიც ასრულებს გარკვეულ სამუშაოს ანაზღაურებით ან ანაზღაურების გარეშე. და აუცილებელია, რომ სტაჟიორსა და დამსაქმებელს შორის წერილობით გაფორმდეს ხელშეკრულება. აი ეს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება, რომ აი ეს არის პირველი ეტაპი, როდესაც ალბათ ყველას გაგვივლია სტაჟირება ხო სხვადასხვა კომპანიაში დაწესებულებაში და ეს ესე რომ ვთქვათ, ამ კუთხით ასეთი კუთხით არ იყო დარეგულირებული.
რაც მთავარია კიდევ რომ სტაჟირება უნდა იმსახურებოდეს სტაჟიორის უნარების გაუმჯობესებას და ცოდნის შეძენას და არა ანაზღაურებადი სამუშაოს ჩანაცვლებას. არა, რა თქმა უნდა, მან უნდა შეიძინოს ის პროფესიული უნარ-ჩვევები, რაც შემდეგ უკვე შრომით ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მას გამოადგება სამსახურში, ანუ ორივე მხარისთვის ეს უნდა იყოს ძალიან მნიშვნელოვანი და პირველ რიგში და ამ შემთხვევაში სტაჟიორისთვის. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ აი სამუშაო დროს შესვენების და დასვენების დროზე განისაზღვრა, რომ თუ სამუშაო დრო აღემატება 6 საათს, აუცილებლად წარმოიშობა შესვენების უფლება, რომელიც სულ მცირე 60 წუთი უნდა იყოს. 7 დღის განმავლობაში აუცილებელია 1-24 საათი, ანუ 1 დღე ყველა შემთხვევაში უნდა იყოს დასვენება. სამუშაო დროის აღრიცხვა არ რეგულირდებოდა ცვლილებებამდე და ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ამ სამუშაო დროის აღრიცხვის შემოღებამ, ესე რომ ვთქვათ, დიდი აურზაური გამოიწვია საწარმოებში და სხვადასხვა კომპანიებში. ვინაიდან ისინი ყოველთვიურად, როგორც ვიცით, იხდიდნენ ხელფას, მაგრამ აი საათებს, ესე რომ ვთქვათ, საათების დათვლა და ზეგანაკვეთური საათების დათვლა არ ხდებოდა. ამიტომ ორივე მხარისთვის ორივე მხარე მოექცა ჩარჩოში. ანუ ყოველ თვეში დამსაქმებელი ვალდებულია მატერიალური ფორმით, წერილობით ან ელექტრონულად აწარმოოს ეს ფორმა, სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმა და თვეში ერთხელ გააცნოს დასაქმებულს. ანუ დასაქმებულისთვის კარგია, იმიტომ რომ ის აკონტროლებს, რამდენი საათი იმუშავა მან კვირაში, ქონდა თუ არა ზეგანაკვეთური, ხომ თავად უკეთესად იცის და აი შემდეგ როგორც ხდება თანხის გამოყვანა, დაჯამება, ანაზღაურება, ამის კონტროლის, ესე რომ ვთქვათ, თავადაც აკონტროლებს, ანუ ცალკეულად არ ხდება მხოლოდ დასაქმებულის და შემდეგ უკვე შრომის ინსპექციაც აკონტროლებს ამ ყველაფერს. ამიტომ ამის ვალდებულება რომ წარმოიშვა, ეს არის ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯი, ესე რომ ვთქვათ, ეს ცვლილება. რაც შეეხება აქვე აღნიშნავ, რომ შრომის ეს დამატებითი ზეგანაკვეთური შრომა უნდა ანაზღაურდებოდეს აუცილებლად და თანაც გაზრდილი ტარიფით. კი, რა თქმა უნდა და ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურება, ესეთი ტერმინი შემოვიდა შრომის კოდექსში, ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურება, რომ ამ შემთხვევაში ეს არის უნდა ანაზღაურდეს ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების შემდეგ გადასახდელი ყოველთვის შრომის ანაზღაურებასთან ერთად. ეს შესაძლებელია, რომ დავალდებულება აქვს დამსაქმებელს, რომ ერთი კვირით ადრე აცნობს ზეგანაკვეთური სამუშაოს შესახებ, მაგრამ თუ არის ახლა ისეთი გარემოება, ანუ ობიექტური საჭიროებიდან გამომდინარე, შეიძლება მან ეს ვერ მოახერხოს ერთი კვირით ადრე ვერაცნობს, მაგრამ აი, როდესაც შეასრულებს ზეგანაკვეთურ სამუშაოს დასაქმებული, აი შრომის ანაზღაურებასთან ერთად, მან უნდა მიიღოს ის განსხვავებული ანაზღაურება, რაც არის კანონით უკვე დადგენილი წესით, ანუ ვერ აუვლის ამ ცვლილებას გვერდს. ერთი რაღაც მინდა ვთქვა ამ ცვლილების შემდეგ რა ხდება. დაიწყო ესე რომ ვთქვათ ვაჭრობა. ვაჭრობა დაუშვათ თუ 2 ლარს აძლევდნენ საათში, 2 და 5 თეთრი იყოს ეს ზეგანაკვეთური, თუ 2 და 30. აი ეს არის ახლა ცოტა ისეთი თემა და ისეთი საკითხი რა. იმიტომ რომ დასაქმებლები ცდილობენ ის ხელფასი, რაც აქვთ, ანუ ფიქსირებული რაც ჰქონდათ, ეს გადაანაწილონ ზეგანაკვეთურზეც და ისე საათებზე. ამ შემთხვევაში ცოტა არ იყოს, ეს არ არის სასიამოვნო, მაგრამ ფაქტია, რაც ხდება. თუმცა ზოგიერთი დამსაქმებელი ასე არ ფიქრობს და ფიქრობს, რომ განსხვავებული უნდა იყოს უფრო მეტად ახლა ეს 5 და 10 თეთრზე არ არის და უფრო მეტ ესე რომ ვთქვათ ხო მაგრამ ძალიან ბევრი დამსაქმებელი დღემდე საერთოდ არ თვლიდა რომ ზეგანაკვეთურს ცალკე ანაზღაურებდეს ახლა 9-დან 6-მდე კი მიწერია მაგრამ მე რა რომ 9-დან 9-მდე ზიხარ ანუ ესეც წარმოდგენები ეს არ თვლიდა მაგრამ ჩვენ ხომ რადგანაც ცვლილება შევიდა და ეს ხო წინ გადადგმული ნაბიჯია მაგრამ ჩვენ იმას არ ნიშნავს რომ ეს მოვარგოთ ყველაფერი ამ ანუ ჩვენი სიტუაცია მოვარგოთ ამ ცვლილებას, ანუ პროგრესულად დასაქმებულზეც ხომ უნდა ვიფიქროთ, ახლა 5 თეთრი და 10 თეთრი ძალიან ცოტაა.
მოდი ესე რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა და ჩვენი კანონი ამას განსხვავებას არ აწესებს კონკრეტულ ტარიფს, რაღაც მინიმალურს და ამიტომ არის ეს გამოწვევა. უნდა იყოს იმაზე მეტი, ვიდრე საათში, დაუშვათ, საათში თუ აძლევს 2 ლარს, 2 ლარზე მეტი უნდა იყოს. კი. რაც შეეხება შვებულების თემები არის ძალიან მტკივნეული და ხელფასის, რომ შვებულებას არ მაძლევს და ხელფასს არ მაძლევს. აი მაგ თემაზე ვისაუბროთ. ეხლა აი შვებულებაზე, აი რა შევიდა ცვლილების შემდეგ შვებულებაზე, რომ როდესაც შრომითი ხელშეკრულება წყდება დამსაქმებლის, აი ცვლილება რაც არის, ამაზე ვამახვილებ ყურადღებას დამსაქმებლის ინიციატივით. როდესაც ხდება შრომითი ხელშეკრულება. იგი ვალდებულია დასაქმებულს აუნაზღაუროს გამოუყენებელი შვებულებითი შრომითი ურთიერთობის ისა პერიოდი ხანგრძლივი, ანუ ის პროპორციულად რაც არ გამოიყენა მან შვებულება, გამოუყენებელი შვებულება. აი ეს ვალდებულება ჩაიდო. ასევე, როდესაც იდება შრომითი ხელშეკრულება, ბათილია ისეთი პირობა, რომ თუ არს ამბობ შენ ანაზღაურებადი შვებულების გამოყენებაზე. აი ეს ცვლილება შევიდა ამ ხრივ კოდექსში, ანუ ეს საკითხი. ეხლა არის კიდევ ესეთი საკითხი, როდესაც მშობიარობის ორსულობის შემდეგ დავუშვათ გამოდის სამსახურში ქალბატონი, თუმცა შეუძლია უკვე ბავშვის მოვლის გამო მამაკაცმაც ისარგებლოს ამით ამ დროს აღნიშნული შვებულების გამოყენება გახავთ დედის ექსკლუზიური უფლება, თუმცა ბავშვის მამას აქვს უკვე უფლება ისარგებლოს აღნიშნული შვებულების იმ დღეებით, რომლებიც ბავშვის დედას არ გამოუყენებია. მე ასევე მინდა პროფესიული განათლების ხელშეწყობას, რაც მანამდე არ იყო კოდექსში და ეს არის სიახლე და მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი, ვინაიდან დამსაქმებელი უკვე არის ვალდებული აი კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით თუ ეს ჭირდება სამსახურს აუცილებლად და დასაქმებულს და ის მოითხოვს, მას ხელი შეუწყოს და ეს კვალიფიკაციის და ესე რომ ვთქვათ თუ ტრენინგში მიიღებს მონაწილეობას მის ინიციატივით, დამსაქმებლის ინიციატივით სამუშაო დროში ჩაუთვალოს მას. არის შემთხვევები, როდესაც ორსული ახალნამშობიარები ადამიანი გამოდის სამსახურიდან და ის ატყობს, რომ მის სამსახურს ჭირდება დამატებითი კვალიფიკაცია, ანუ რაღაც შეიცვალა, სიახლე ჭირდება, ანუ სიახლე შემოვიდა დაუშვათ კომპანიაში და მან ამის შესახებ ეს არ იცის. მას შეუძლია მოსთხოვოს დამსაქმებელს და დამსაქმებელი ვალდებულია მან ესე რომ ვთქვათ, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით და ფინანსოს მისი სწავლება, მაგრამ ეს დიდ ხარჯებთან არ უნდა იყოს, ანუ შესაბამისი უნდა იყოს და შეძლოს დამსაქმებელმა ამის ანაზღაურება. ანუ ესეთ მნიშვნელოვანი სიახლეა და ძალიან კარგია, ვინაიდან რაღაც პერიოდი, განსაკუთრებით როდესაც ორსულობის შემდეგ ხანგრძლივად წყდები სამუშაო პროცესი და სიახლეები ხდება კომპანიაში, შენ და ესე რომ ვთქვათ, ფეხი აუწყო და დაიწვიო ამ ყველაფერს და უკვე რო შემოვიდა და დამსაქმებლის ვალდებულება, ეს ვფიქრობ, წინგადადგმული ნაბიჯი არის. ისიც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრინციპში მეძუძურ დედასაც აქვს მუშაობის უფლება და ასევე აქვს ძუდუთრი კვების უფლება ბავშვის ერთწლამდე და ამისთვისაც გამოყოფილი აქვს დრო. კი, ასევე კი, რა თქმა უნდა და ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ დამატებითი შესვენებით შეუძლია ისარგებლოს და ამ შემთხვევაში ეს ძალიან კარგია. გადადგმული ნაბიჯია ნამდვილად. კი, რაც შეეხება აი კიდევ ხელფასს თუ არ გვიხდის დამსაქმებელი, აი გვიგვიანებს ხელფასს, ამ დროს რას ვაკეთებთ? ხელფასს თუ გვიგვიანებს, ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია მოვთხოვოთ მას ამის ანაზღაურება თუ არა და შეგვიძლია მივმართოთ სასამართლოს. კი, და სხვათა შორის ყოველ დაგვიანებულ დღეზე რაღაც საურავიც ერიცხება პროცესის. ბატონო, ეს არის უკვე ცვლილება ანგარიშწორების დაყოვნებისათვის, დასაქმებულისათვის გადასახდელი თანხის ანაზღაურების
წესი, ამ შემთხვევაში ესეც შემოვიდა და ესეც სიახლეა და მიმართვიანობამ ახლა საუბრობდით ეთერში ჩართონდე სასამართლოს იმატა განსაკუთრებით პანდემიის პირობებში და დასაქმებულებიც უკვე გააქტიურდნენ, როდესაც უფრო მეტი უფლებების შესახებ იღეს ცოდნა. იმასაც გეტყვით, რომ არიან კომპანიები, რომლებიც დასაქმებულებს შრომით უფლებებზე ტრენინგებს უტარებენ. უკვე ამ ცვლილების შემდეგ და ეს ძალიან მომწონს და მივესალმები ამას, იმიტომ რომ ყველამ უნდა იცოდეს თავიანთი უფლებების შესახებ და ხშირად ახლა ყოველას შრომის კოდექსთან შეიძლება წვდომა არ ქონდეს, მაგრამ ამ ინფორმაციის მიწოდება თუ ამას განსაკუთრებით კომპანიის ხელმძღვანელი მოახერხებს, ეს ძალიან კარგია. კი, სხვა შორის შრომის კოდექსითაც აქვს ვალდებულება, რომ დისკრიმინაციასთან დაკავშირებული დებულებები გააცნოს დისკრიმინაციის დაუშვებლობის და ასე შემდეგ. ხელშეკრულებაშიც ხო, შეგიძლია შეიტანო ეგ ისა. ასევე საინტერესოა ისიც, რომ შრომის შინაგანა წესი გახდა შრომის ხელშეკრულების შემადგენელი ნაწილი და ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ შინაგანა წესით ხანდახან არა უმეტეს შემთხვევაში რეგულირდება ისეთი საკითხები, რაც შეიძლება არ იყოს სპეციფიკური, რაც ცალკეულ კომპანიას და დაწესებულებას აქვს. და განსაკუთრებით სამსახურიდან დათხოვნა, როდესაც ხდება შინაგანა წესით არის იქ რაღაც საკითხები, რომელიც თუ დაარღვევს დაუშვათ დასაქმებული, მას ესე პროცედურები უნდა იყოს განთავისუფლებამდე, გაფრთხილების, შენიშვნის მიცემის და ასე შემდეგ. და ამიტომ შინაგანა წესის შესახებ ყველა დასაქმებულმა უნდა იცოდეს, რომ როდესაც აწერს ის ხელშეკრულებას, როდესაც ეთანხმება ამ შინაგანა წესს, რა წერია მასში, ანუ ხშირად როდესაც ჩვენ ტრენინგებს უტარებთ დასაქმებულებს, ყოველთვის ვეუბნებით, რომ შრომის ხელშეკრულებას კარგად გაეცნონ და ასევე შინაგანა წესს, იმიტომ რომ იქაც შრომის დროები არის გაწერილი, მაგალითად დროში არ იყოს ზედმეტი. ვალდებულებებია და შენ როდესაც იღებ ამ ვალდებულებებს, შეიძლება შემდეგ რაღაც აღარ მოგეწონოს, მაგრამ ეს არ არის, ანუ პასუხისმგებლობა ორივე მხარეს ეკისრება, ანუ ორივე მხარემ კარგად უნდა დაიცვას როგორც შინაგანა წესი, ასევე კანონი, შრომის კანონი და რა თქმა უნდა, რომ შემდეგ როდესაც სასამართლოში მიდიან, რაღაცა ის პროცედურებს უნდა აკმაყოფილებდე, ხო? თუნდაც ის რომ საშენოდ გამოვიდეს გადაწყვეტილება და რაღაც ეტაპები უნდა გაიარო და დაიცვა. კი ბატონო. ამორსულობის გამო და მშობიარობის გამოშვებულებასთან დაკავშირებით რა ნაწილი არის მისი ანაზღაურებადი? აი ძალიან ბევრმა არ იცის, რომ ანაზღაურებადი არის მათ შორის კერძო სტრუქტურაში დასაქმებულებისთვისაც. არა, მოკლედ ვიტყვი, კანონის ენით რო არ ვთქვა, მოკლედ გეტყვი, აი ჩემ მაგალითზე გეტყვი, რომ კერძო სტრუქტურაში დასაქმებული ჩვეულებრივად არის ანაზღაურებადი, ისა ორსულობა და მშობიარობა და სახელმწიფო ამას აფინანსებს 1000 ლარით. ანუ ეს არანაირი განსხვავება არ არის, იმიტომ რომ მე კერძო სტრუქტურაშიც ვმუშაობ და არც ერთხელ არ შემქნია პრობლემა და დავამატებ იმასაც, რომ მამაკაცებსაც შეუძლიათ ჩვენ ვისაუბრეთ არაერთ გზეს ამ თემაზე და ჩემმა მეუღლემ ისარგებლა უბრალოდ დეკრეტული შვებულება, ესე არ არის, ესე არ ქვია სახელი, როდესაც მამაკაცსაც შეუძლია ისარგებლოს ბავშვის მოვლის გამო. და ისიც ანაზღაურებადია და საჯარო სამსახურებიც ჩვეულებრივ პრივატ აძლევენ ამის ანაზღაურებას. ანუ პრობლემა უკვე აღარ არის ეს. ანუ საჯარო სექტორში მუშაობ თუ კერძო სექტორში ანაზღაურებადია ორსულობა და მშობიარობა და ბავშვის მოვლის გამო, ტყუპების მოვლის გამო. არაფერი არ შეცვლილა ცუდი კუთხით, ანუ რო შეიცვალა შრომის კოდექსი რაღაც საათების გადანაწილება მოხდა თქო ეს თითქოს გაუარეს და არა პირიქით ყველაფერი არის ანუ ანაზღაურებადი მიმართავ სოციალურ სამსახურს, ოღონდ ეს უნდა მოხდეს კერძო სტრუქტურაში თუ მუშაობ სამსახურმა უნდა მოგცეს შენ აი საათები ფორმაცია იქ საჭირო სტაციონარიდან სადაც იმშობიარე კიდევ რაღაც საბუთები ბუღალტერმა უნდა დაითვალოს და ძალიან მალე ხდება ანაზღაურება ამ თანხების. კი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. კეთი, ჩვენ ახლა ვისაუბრეთ იმაზე, როგორ უნდა ხდებოდეს ყველაფერი, მაგრამ რას ვაკეთებთ, როცა არ ხდება და უკვე ქალბატონ რაისესთან მინდა გადავიდე ამ მიმართულებით. ნუ პროფკავშირების ზოგადი საქმიანობა კი ცნობილია, მაგრამ აი მოკლედ რო გითხრათ, მაგალითად, როგორ შეუძლია შრომელს, რომ თავისი უფლებები დაიცვას. აი მივიდა დამსახურებელთან რაღაცა უთხრა, მაგრამ ნუ არ გამოდის უბრალოდ თქმით რაღაცები. შემდეგ რა ხდება? მოგესალმებით ესმა, მოგესალმებით ყველას და ასევე ჩვენს მსმენელს.
პირველ რიგში სამ დაცვის მექანიზმებზე გადავიდოდე, მინდა მაინც ერთგვარად შევავსო დეკრეტული შვებულების ნაწილი, იმიტომ რომ ეს ისეთი თემა არის, მაინც ყველას აღელვებს, ყველას აწუხებს. რეფორმა დიდად ახლა ამ საკითხს არ შეხებია, გარდა იმისა, რომ მამებსაც მიეცათ საშუალება, რომ დეკრეტული შვებულებით ისარგებლონ რიგ შემთხვევებში, თუ ეს უკავშირდება ორსულობა მშობიარობის ნაწილს, ბედის მიერ გამოუყენებელ ნაწილში. დანარჩენი უკვე ეს არის მშობლის შვებულება, რომელზეც ძენ იღებენ გადაწყვეტილებას, თქვა დედა ისარგებლებს თუ მამა ისარგებლებს. უბრალოდ მთავარი პრობლემა აქ მაინც რჩება ის, რაზეც ქეთიმს თქვა, ხო, 1000 ლარიანი დახმარება, რომელსაც აძლევს ყველა დასაქმებულს კერძო სექტორში, მათ შორის სახელმწიფო, რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი. ხო, 1000 ლარი წარმოიდგინეთ 183 დღეზე, გამოდის რომ თუ გადავანაწილებთ მას თვეების მიხედვით, რეალურად ადამიანებზე გაიცემა სასწავლო მინიმუმის 65% სუნთლად. მაშინ, როდესაც მაგალითად თუ საჯარო მოხელი არის ადამიანის სტატუსის, ხო, მას საჯარო დაწესებულებას სულ ხელფასს აძლევს. ანუ 1000 ლარით კი არ შემოიფარგლება 6 თვეში, არამედ სულ ხელფასს იღებს ყოველგვარი დაკავებების გარეშე და სხვა სფეროებში, მათ შორის საბიუჯეტო სფეროში თუ საჯარო მოხელი არის ადამიანი, მხოლოდ 1000 ლარს უნდა დაჯერდეს. ამიტომ იძულებული არიან ადამიანები პრაქტიკაში, რომ რაც შეიძლება მალე მიუბრუნდეს სამუშაო ადგილებს, რომ ელემენტარულად საარსებოდ მნიშვნელოვანი საფინანსური სახსრები გამოიმუშაონ და სამწუხაროდ მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტზე მუშაობის ეტაპზე იყოს სახელმწიფოს მხრიდან დაპირება, რომ 80% დეკრეტული შვებულების ის დაფარავდა ამ იმ ხელფასს, რომელსაც ადამიანი მიიღებდა, რომ ემუშავა 1000 ლარიანი დახმარებას კი არა, სრული ხელფასის 80%, საბოლოოდ მან გადასთქვა ეს პირობა, ჩათვალა რომ ეს იყო ძალიან დიდი ფინანსური ხარჯი და შესაბამისად საბოლოოდ ისე რჩება ის მიზერული სახელმწიფო დახმარება, რომელიც შეიძლება ყველა დასაქმებულს მიეცემა, მაგრამ არის უბრალოდ ცოტა რაოდენობრივად. რაც შეეხება უფლებების დაცვას, უფლებებთან დაკავშირებით უნდა ვთქვათ, რომ რა თქმა უნდა ძალიან კარგია ის, რომ კანონმდებლობა შეიცვალა და ქეთი ძალიან ბევრ საკითხს შეეხო, რითაც გაუმჯობესდა გარკვეულწილად დასაქმებულთა უფლებების მდგომარეობა, თუმცა ჩვენ ვიცით, რომ მხოლოდ ფურცელზე დაწერილი კანონმდებლობით უფლებები არ მოიპოვება და ამ ყველაფერს საბოლოო ჯამში იმისთვის, რომ აღსრულდეს, ჭირდება ბრძოლა. როდესაც დამსაქმებელი არ ასრულებს ამ ვალდებულებებს, ხომ ამ მიმართულებით ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი და სიახლე, რაც შეიქმნა, რაც არის თვითონ თავარი მონაპოვარი ამ რეფორმის, რასაც მაგალითად პროკავშირებით 15 წელია ვითხოვთ 2016 წლიდან, ეს ეხება ზედამხედველობის მექანიზმის შექმნა შრომით უფლებებზე. იმიტომ რომ 2015 წლამდე საერთოდ არავინ არ ეკონტროლებდა შრომით უფლებებს, 2013-ში კი შეიცვალა რაღაცეები შრომის კანონმდებლობაში და თითქოს ფურცელზე უფლებები არც თუ ისე ცუდად გამოიყურებოდა, თქვათ 2006 წელთან შედარებით, მაგრამ არ სრულდებოდა და რა თქმა უნდა, ნებისმიერი კანონმდებლობა თუ მის აღსრულების მექანიზმს არ მოაყოლებს სახელმწიფო, არც ერთი არ შესრულდება. ამიტომ რეალურად ამან არ გაუმჯობესება მდგომარეობა. საბოლოო ჯამში დიდი ბრძოლის შედეგად შევძლებთ ის, რომ 2015 წლიდან შრომის ინსპექცია შეიქმნა, მაგრამ შეზღუდული მანდატით, შემდეგ მან დაფარა შრომის უსაფრთხოების საკითხები და ყველგან ამოწმებდა შრომის უსაფრთხოებას უკვე 2018-2019 წლიდან და რჩებოდა უფლებები, მათ შორის რაც ვახსენეთ, რომ იჩვებულება იქნება სამუშაო საათები თუ ასე შემდგომ. ერთის მხრივ ყველა ეს საკითხი უშუალოდ მასში არის, თუნდაც შრომის უსაფრთხოებასთან და არ არის სწორი, თუნდაც შინაარსობრივადაც უფლებების ერთმანეთთან გამიჯნა, იმიტომ რომ ესენი ურთიერთდაკავშირებულია. ის რომ ადამიანი მუშაობს ზეგანაკვეთურად ღამის სამუშაოებზე, არ აქვს შესვენება, დასვენება, ვერ სარგებლობს შებულებით, რა თქმა უნდა ეს რისკებს უსაფრთხოების კუთხით და ესეც არის ხოლმე ხშირად მიზეზი საწარმოო შემთხვევების. ამიტომ საბოლოო ჯამში მთავარი რეფორმის მნიშვნელოვანი მიღწევა არის ის, რომ უკვე 2021 წლიდან შრომის ინსპექცია ზედამხედველობს შრომითი უფლებების აღსრულებას, ასევე დისკრიმინაციის მიმართულებას. დასაქმებულებისთვის, როდესაც აღსრულდება უფლებები, რა თქმა უნდა, მათ სტანდარტულად შეიძლება გამიმართოს სასამართლო, შეიძლება მიმართოს შრომის ინსპექციას, მაგრამ მთავარი რა არის ერთი, რომ ადამიანებმა იცოდნენ თავიანთი უფლებების შესახებ და მე ის რომ ადამიანებს გაუწიოს ვინმე დახმარება და იმისთვის რომ აი ეს რეალურად შრომითი უფლებები რეალიზებული იყოს, ამის საუკეთესო ინსტრუმენტი, რომელიც უბრალოდ უკეთესი მსოფლიოში არ არის გამოუგონებია, ეს არის სწორედ პროფესიული კავშირი, რომელიც აძლევს დასაქმებულებს საშუალებას, რომ ერთობლივად იბრძოლონ შრომითი უფლებების. ერთის მხრივ ის, რომ შრომითი უფლებების დაცვა ზოგადად რთულია, ამიტომ რომ დასაქმებული და დამსაქმებელი უფლებრივად თანასწორი არ არიან ბუნებრივად, ხო? ყოველთვის დამსაქმებელი ძლიერი მხარეა. ამიტომ ინდივიდუალური ბრძოლები, როგორც წესი, თავდება მარცხით.
აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია ურთიერთ სოლიდარობა და დასაქმებულთა გაერთიანება საერთო მიზნებისთვის, შრომითი უფლებების დაცვისთვის და შესაბამისად პროფკავშირი არის ამის საუკეთესო მექანიზმი. მით უმეტეს რომ ჩვენი კანონმდებლობით არ არის რთული პროფკავშირების შექმნა პროცედურულად და მეორე მხრივ პროფკავშირებს აქვს ძალიან ბევრი ბერკეტი, კანონით მინიჭებული ბერკეტი, რომელიც არ აქვს ინდივიდუალურ დასაქმებულს ან თუნდაც დასაქმებულთა ჯგუფს, რომელსაც არ აქვს ესეთი ორგანიზებული ფორმა. მაგალითად რა, ხომ პრობლემები როდესაც იქნება სამუშაო ადგილებზე, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, სანამ რაღაც მექანიზმებზე დავიწყებთ საუბარს, ძალიან მნიშვნელოვანია კომუნიკაცია მხარეების ერთმანეთთან. და ჩვენ რას ვხედავთ, რომ უფლებები ირღვევა, დამსაქმებლები როგორც წესი უარს აცხადებენ მოლაპარაკებებზე და ძალიან ხშირად ეს თავდება გაფიცვით. კანონის მიხედვით ვალდებულება აქვს დამსაქმებელს, როდესაც პროფესიული კავშირი გამოდის კოლექტიური მოლაპარაკებების და შრომითი უფლებების გაუმჯობესების ის ვალდებულია, რომ მოლაპარაკებებში ჩაერთოს. რა თქმა უნდა, არავინ ვერ დაავალდებულებს კანონი, რომ აუცილებლად რაღაცა შეთანხმდნენ და კონკრეტულ შეთანხმებამდე მივიდნენ, მაგრამ მოლაპარაკებებში ჩართულობას ავალდებულებს და თუ ის ამაზე უარს აცხადებს და ძალიან ხშირად ხდება ესეთი შემთხვევები სამწუხაროდ, არის უკვე წლევანდელი წლიდან შრომის ინსპექციის მანდატში ასევე შედის ის, რომ ის ნორმები, რომელიც უკავშირდება კოლექტიურ მოლაპარაკებაზე უარს, მაგალითად, ან ძალიან ხშირია, რომ აი დავების, გაფიცვების შედეგად მხარეები აღწევენ შეთანხმებას, მაგრამ არ სრულდება. უკვე მასზე აღსრულების მექანიზმით შემოვიდა კანონმდებლობაში, შრომის ინსპექცია მხოლოდ კანონმდებლობის შესრულებას არ ზედამხედველობს, არამედ კოლექტიური შეთანხმებების, სამედიაციო შეთანხმებების თუ ამ სფეროში საარბიტრაჟო გადაწყვეტილებები არსებობს, მათზე ზედამხედველობას. ამას გარდა უფლებების დარღვევის ძალიან ხშირი მიზეზი არის ისიც, რომ ადამიანებმა უბრალოდ არ იციან თავიანთი უფლებების შესახებ. შესაბამისად, აი ის თუნდაც ის პროექტი, რომელიც თქვენ ახსენეთ და ასევე ზოგადად სხვადასხვა ტიპის ცნობიერების ამაღლების კამპანიები არის ძალიან მნიშვნელოვანი და პროფესიული კავშირის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია ასევე არის ის, რომ იზრუნოს ერთად ცნობიერების ამაღლებაზე. ის კი არა, რომ მხოლოდ როდესაც ირღვევა უფლება, მაშინ აღმოუჩინოს დახმარებას არჩევი მომზადოს საჩივარი შრომის ინსპექციის სახელით და ასე შემდგომ, არამედ წინწრებათაც ინფორმირებული იყვნენ მისი წევრები იმ ძირითადი საკანონმდებლო რეგულაციების შესახებ, რომელიც შედეგობრივად უნდა რომელმაც უნდა გაამჯობესოს მათი უფლებრივი მდგომარეობა. აი რა არის ქალბატონო რაისა, იცით კიდე საინტერესოა პროფკავშირში გაერთიანებას რამდენად უშლის ხელს. საერთოდ დამსაქმებლები ადგილზე ცდილობენ ხოლმე რომ დასაქმებულები ერთგვარ კონკურენციაში შეიყვანონ ერთმანეთთან, რაღაცნაირად დააპირისპირონ, მაგალითად ესეთი რაღაც არის რომ ერთმანეთს არ უნდა უთხრან, ვინ რამდენ ხელფასს იღებს, ხო ვთქვათ? ესეც ხო ძალიან ხელის შემშლელი შეიძლება იყოს, რომ იმაში რომ აი გაერთიანდნენ და რაღაც საერთო მოთხოვნები წამოაყენონ. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი ფაქტორია, რომელიც ხელს უშლის პროფკავშირულ გაერთიანებებს შექმნაში და შემდგომ უკვე საქმიანობაში და ამისთვის დამსაქმებელი ძალიან ბევრ ბერკეტს იყენებს, ხო? მათ შორის გარდა იმისა, რომ თქვათ ხელშეკრულებებს დებესაც ძალიან ბევრი მუხლი ხელშეკრულების არის კონფიდენციალური და უფრო მეტიც კონფიდენციალობის დარღვევის შემთხვევაში არის ხოლმე კოლოსალური ჯარიმები. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი ესეთი მუხლი კანონსაწინააღმდეგოა, მაგრამ თუ ადამიანებმა არ იციან, რომ რეალურად ეს კანონთან კონფლიქტშია, აი ეს ძალიან საინტერესოა, ანუ არა აქვს დამსაქმებელს უფლება, რომ კონფიდენციალური მუხლები შეიტანოს ხელშეკრულებაში, თუ როგორ რეალობას უნდა ქონდეს თავისი წინაპირობა, ხო? რატომ არის საჭირო ესა თუ ის მუხლი გახდეს კონფიდენციალური და უნდა იყოს დასაბუთებული ყველა თითოეული შემთხვევა და არა ისე, რომ თლიანად ხელშეკრულების ფარგლებში თუ რამე ხდება, იყოს ხოლმე კონფიდენციალური. რაც საბოლოო ჯამში ნიშნავს იმას, რომ საერთოდ ხელს უსპობს ადამიანს იმის საშუალებას, რომ უბრალოდ უფლებებისთვის იბრძოლოს, იმიტომ რომ იმისთვის, რომ ვიღაც დაეხმაროს არჩევი მომზადოს ან ვიღაცას მიმართოს დახმარებისთვის, ხო, მინიმუმ ის ხელშეკრულებას უნდა გაეცნოს, ხო, მხარე. შესაბამისად, ესეც არის ის გარემოება, რომელიც საბოლოო ჯამში ასუსტებს დასაქმებულებს, იმიტომ რომ შიშის გამო ისინი არასაჯაროებენ ამ პირობებს, განსაკუთრებით ახლა ძირითადი დავები, რა თქმა უნდა, სხვა უფლებებთან დაკავშირებით არის ხოლმე ყოველთვის, მაგრამ ძირითადი წამყვანი მაინც არის ხოლმე ეს ფინანსური ასპექტები, ხო, მათ შორის ხელფასების მატება და ასე შემდგომ. თუ კი ეს იქნება კონფიდენციალური და დასაქმებულებს არ ექნებათ ხელმისაწვდომობა სხვა ადამიანების ხელფასებზე, ცხადია ძალიან რთულია ასეთ პირობებში დავა. მით უმეტეს, როდესაც ხელფასების საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია, თქვა დისკრიმინაციული მიდგომები, ხო, როდესაც
სქესის ნიშნით, თქვა ვიღაცას ნაკრებს უხდიან ან თქვა თავისი პირადი პრეფერენციების მაგალითად ახლობელია იქ ნეპოტიზმია რაღაცა უამრავი რაღაც არის ხოლმე მიზეზი იმისა, რომ შეიძლება რომელიღაცა თანამშრომელი უფრო წაახალისოს, ვიდრე სხვა თანამშრომელი მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ის სხვა თანამშრომელი გაცილებით უკეთესი კვალიფიკაციით და უფრო პროდუქტიულიც იყოს და უფრო შედეგიანიც მისი საქმიანობა ამა თუ იმ დაწესებულებაში. რა თქმა უნდა, ესეც არის ერთგვარი ბერკეტები იმისთვის, რომ დასაქმებულთა ერთობას ხელი შეეშალოს, უფრო მეტიც გეტყვით, რომ აპრობირებული პრაქტიკაა და საქართველოს სამწუხაროდ არ არის გამონაკრისი ეგრეთ წოდებული ხვითალი პროფკავშირების შექმნის. ანუ რას ნიშნავს ეს, როდესაც დამსაქმებელი თავისი ინიციატივით ქმნის პროფკავშირებს, ხო, პროფესიული კავშირები და ეს არის დასაქმებულთა თავისუფალი ნიების გამომწვევი შედეგად შექმნილი ორგანიზაცია და ხდება ხოლმე ის, რომ დამსაქმებლები თვითონ ქმნიან ამ პროფკავშირებს, შეაჩევენ მათთვის სანდო პირს და ჩამოაყალიბებენ ეგრეთ წოდებულ პროფკავშირს. მიზანი არის ის, რომ ხელი შეეშალოს დამოუკიდებელი პროფესიული კავშირების საქმიანობასთან კანონის მიხედვით უკვე დასაქმებულებს უფლება აქვთ, რომ მაგალითად შრომის უსაფრთხოების საკითხში წარმომადგენელი ყავდეთ და დასაქმებულთა წარმომადგენლები ასევე უფლებების ნაწილში და ეს არჩევითი პოზიციები არის, ხო? რა თქმა უნდა, თუ ეხლა წაახალისებ შემთხვევაში პროფკავშირებს და ასევე გაწევრიანებასაც წაახალისებ იმ კუთხით და გვაქვს ესეთი პრაქტიკებიც, როდესაც დასაქმებული იწყებს მუშაობას და ორ განცხადებას აწერს პარალელურად ხელს, ერთი რომ მიიღეს სამსახურში და მეორე რომ აი ამ პროფკავშირში გამაწევრიანე და წარმოუდგენია რა პროფკავშირია საერთოდ საუბარი, ხო? და რა თქმა უნდა, ესეთი მექანიზმები და არასდროს უნდა ვთქვათ, რომ საქართველოში კი არა, არც ერთ ქვეყანაში მაინც და მაინც ახლა დამსაქმებლები არიან ხოლმე მოხარული პროფესიული კავშირების არსებობის სამუშაო ადგილებზე. რა თქმა უნდა, ვისაც გააზრებული აქვს შრომითი უფლებების მნიშვნელობა და თუნდაც ის სარგებლიანობა, რომელიც თან ახლავს კონსტრუქციული დიალოგის შედეგად საკითხების მოგვარებას, რა თქმა უნდა, ასეთი დამსაქმებელი არ იქნება პროფკავშირის მოწინააღმდეგე, პირიქით ეს არის ძალიან კარგი ინსტრუმენტი იმისთვის, რომ თუ კი რაიმე პრობლემა არსებობს სამუშაო ადგილზე, ლოკალურად გადაწყვეტს და არ დაჭირდეთ ხარებს იქ ინსპექციაში, სირბილის სასამართლოში, რომელიც წესით არც ერთი მხარისთვის საბოლოო ჯამში არ არის ხელსაყრელი, იმიტომ რომ აი სასამართლოც რო ავიღოთ, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში სასამართლო პრაქტიკა შრომით დავებზე ნამდვილად გაუმჯობესებულია იმ კუთხით, რომ სწორად ხდება კანონმდებლობის განმარტება, საერთაშორისო სტანდარტების განმარტება და დასაქმებულთა სასარგებლოდ სრულდება, ამას სჭირდება ძალიან დიდი დრო და რესურსი. დაახლოებით 3-4 ზოგჯერ მეტი წერიც კი და რა თქმა უნდა, ეს დასაქმებულისთვის არ არის ხელსაყრელი ერთის მხრივ, იმიტომ რომ ამდენი წლებში გაჭიანურებული დავადათ ან ამ პერიოდში როგორც წესი სამსახურის შრომა ძალიან ბევრი მათგანი ვერ ახერხებს და გამოდის რომ 4 წლის შემდგომ შეიძლება საერთოდ გაკონტროლებული იყოს და აღარაფერი აღარ შეეჩეს, იმიტომ რომ ყველას რაღაც საბანკო ვალდებულება აქვს და თავის ყოველდღიური საჭიროებები და დამსაქმებლების მხრიდანაც რა თქმა უნდა, როდესაც ის ააგებს დავას, რაც რო ჭიანურდება ეს დავა, მისი ფინანსური ხარჯი კიდევ უფრო იზრდება, ხო? შესაბამისად, ორივე მხარისთვის თანაბარი ინტერესია მათი, რომ მაქსიმალურად მოახდინონ დავების პრევენცია და თუ ასეთი დავები არსებობს, ლოკალურად ეს მოაგვარონ და ეს მოლაპარაკებები ამისთვის პროფკავშირების ჩართულობით, კოლექტიური მოლაპარაკებები არის საუკეთესო საშუალება, რომელსაც უბრალოდ არ გააჩნია ალტერნატივა. აი ყველაზე მეტად იგივე საინტერესო არის რომელ ორგანიზაციებს შეიძლება რომ მიმართოს ადამიანმა თუ თქვათ არ არის მის საწარმოში პროფკავშირი ან რაღაც მსგავსი სად შეიძლება ვის შეიძლება მიმართოს იურიდიული კონსულტაციისთვის და დახმარებისთვის იურიდიულ კონსულტაციასთან დაკავშირებით მიუხედავად იმისა რომ ჩვენ არ გვევალება არაწევრ ადამიანებს კონსულტაცია გაუწიოთ ჩვენ კონსულტაციას მაგალითად ჩვენი ორგანიზაცია უწევს ნებისმიერ ადამიანს ვინც დარეკავს მოგმართავს მოვა სასამართლოში წარმომადგენლობის კუთხითაც რა თქმა უნდა ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი არის წევრობა მაგრამ რიგ შემთხვევებში თუ ხედავთ რომ საქმე არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ან ეხება ქალთა უფლებების შელახვას ან ეხება თქვა სხვადასხვა უმცირესობების უფლებების შელახვას და არის მნიშვნელოვანი მათთვის დროული სამართლებრივი დახმარება, რა თქმა უნდა, ჩვენ ასეთ გამონაკლისებსაც თითქოს გამონაკლისებსაც ვეძახით, მაგრამ ძალიან ბევრი დავა გვაქვს ასევე არაწევრების უწევთ. სხვა მხრივ კონსულტაციების მიღება არ ვიცი ხარ სხვადასხვა ორგანიზაციები რა თქმა უნდა მუშაობენ შრომით უფლებებზე, მაგრამ უნდა ვთქვათ, რომ იგივე შრომის ინსპექციაც, ხო, რომელიც არის ზედამხედველი ორგანო მისი მთავარი ფუნქცია არ არის სადამსჯელო სამქციების ამოქმედება. ეს არის პირველ რიგში პრევენციული ინსტიტუტი, თავსოფლიოში ესია და მას ევალება კონსულტაციების გაწევა. დასაქმებულებისთვის, დამსაქმებლებისთვის შეუძლია დაარეკოს ხელხაზე და მიიღოს შესაბამისი კონსულტაციები და თუ ხედავენ უფლებები ირღვევა, აი ეს სახელმწიფო მექანიზმი არის ისევ და ისევ შრომის ინსპექცია, სადაც
ნებისმიერ დასაქმებულს შეუძლია მიმართოს თუ თვის რომ მისი უფლება ირღვევა და ინსპექციას უკვე აქვს ვალდებულება მაქსიმუმ 2 თვის ფარგლებში განიხილოს მისი საჩივარი და მოახდინოს სათავდო რეაგირება. თუ არის ისეთი შემთხვევა, როდესაც რაღაც მყისიერი საფრთხეები არსებობს ადამიანების ჯანმრთელობის და უსაფრთხოების თვალსაზრისით, მაშინ ინსპექცია არ უნდა ელოდებოდეს 2 თვეს და მას აქვს ვალდებულება დაუყოვნებლივ რეაგირება მოახდინოს, ხო? გააჩნია თვითონ დარღვევის სიმძიმესაც, ხასიათსაც და ასე შემდგომ. შესაბამისად, რადგანაც უკვე არსებობს ესე, თან რა არის მნიშვნელოვანი, ხო? ძალიან ხშირად ადამიანებს ეშინიათ დავის და გასაჯაროების იმისა, რომ ისინი რაღაცნაირად აპროტესტებენ ამ შრომით პირობებს. ეს შიშის ფაქტორი მართლაც არსებობს სამწუხაროდ და ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია ჩვენი, ამიტომ მნიშვნელოვანია ადამიანებმა იცოდნენ ის, რომ უკვე ამ მექანიზმის გამოყენება ახალი კანონმდებლობის შესაბამისად შესაძლებელია იმგვარად, რომ მისი ვინაობა იყოს კონფიდენციალურად შენახული. ანუ რა გულისხმობს ეს? შეიძლება დასაქმებულმა მიმართოს, რომ მისი უფლება ირღვევა და ინსპექციას არ აქვს უფლება არ აქვს საერთოდ გაასაჯაროოს იმ პირის ვინაობა, ვინც მიმართა მას ზედამხედველობისთვის. ჩვენ პროფკავშირებს შეგვიძლია მიმართოთ თუ დარღვევების შესახებ ინფორმაცია გვაქვს და ამას ფაქტობრივად ყოველდღიურ რეჟიმში ვაკეთებთ, მაგალითად ეხა რუსთავის საავადმყოფო დღეს დილიდან მოწმდება, ეს არის ერთ-ერთი გახმაურებული შემთხვევა, სადაც ადამიანებს თვეობით ხელფასიანურია და სამწუხაროდ ამ დავის ფარგლებში ერთ-ერთი ადამიანი გარდაიცვალა კიდეც, ვიძიმათაც სახელმწიფო დავალიანება არსებობდა და ასევე საშუალება აქვს, რომ შეინახონ ეს მოკლედ თავისი მონაცემები ისე რომ არ დამჟღავნდეს და არ ქონდეს ერთგვარად სამსახურის დაკარგვის თუ დასაქმებლებისგან შევიწროების შიში. ამიტომ რაც უფრო მეტად გამოიყენებენ ამ მექანიზმს, მით უფრო ეფექტური იქნება მათი უფლებების დაცვა, კიდევ უფრო გაუმჯობესდება. ფაქტია, რომ სამწუხაროდ კარგი იქნებოდა რომ ჩვენ ცხოვრობდეს ისეთ საზოგადოებაში, სადაც თქვა დასაქმებლებს ყოველგვარი რაღაც სადამჟღავნო მექანიზმების გარეშე აქვს შესაბამისი ცნობიერება, რომ არ დაარღვევენ ადამიანის უფლებები, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ ასეთ საზოგადოებაში არ ვცხოვრობთ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხშირად გამოიყენოთ ეს მექანიზმი, ამას ერთგვარი პრევენციული დატვირთვაც აქვს, ხო, როდესაც დამსაქმებელმა იცის, რომ რაღაცა შეიძლება მიჩივლოს და შემოვიდეს მე ინსპექცია და შემამოწმოს, რა თქმა უნდა, ის ვალდებული იქნება, რომ გაამჯობესოს იქ უფლებების დაცვის სტანდარტი და კანონმდებლობასთან მოიყვანოს შესაბამისობაში. კი, ეს ანონიმურობა ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია და ასე მნიშვნელოვანია, რომ ესე ავამოქმედოთ ეს შრომის ინსპექციის მექანიზმი. უბრალოდ აქ ერთი კითხვაც ჩნდება კიდევ. რა ვუყოთ, როდესაც დამსაქმებელი მაგალითად უფორმებს არა შრომით, არამედ მომსახურების ხელშეკრულებას და ფაქტობრივად ეს არის თქვათ რეალურად შრომითი ურთიერთობა. აი, როგორ გავმიჯნოთ ეს სამართლებრივად? ესეც ძალიან პრობლემური საკითხია, მხოლოდ საქართველოში არ არის, თავს სოფლიოში იმ კუთხით, რომ ყოველთვის დამსაქმებელი ფიქრობს ისეთ მექანიზმებზე, რომლითაც რაღაცნაირად შეძლებს და გვეცაურის იმ ძირითად ვალდებულებებს, რომელიც შრომის სფეროში არსებობს, იქნება ეს ზეგანაკვეთური შრომა, სამუშაო დროის რეგულირება, შეგულებები, ბიულეტენის ანაზღაურება თუ ასე შემდგომ, ხო? იგივე გათავისუფლების პროცედურები. ამიტომ ერთ-ერთი საუკეთესო გამოსავალი ჭყალებში მათთვის არის მომსახურების ხელშეკრულება. ანუ ის, რომ ამას უწოდოთ მომსახურების ხელშეკრულება და არა შრომითი ხელშეკრულება. განსხვავებას რაც შეეხება თავარი სასამართლო პრაქტიკა ჩვენ მქონია ესეთი დავები, ახალს გვაქვს მიმდინარე დავები და რა არის მნიშვნელოვანი, რომ არ აქვს არანაირი მნიშვნელობა იმას თუ რა ქვია ჩვენს ხელშეკრულებას. თავარი არის შინაარსი იმ ურთიერთობის, რომელიც ხარებს შორის არსებობდა საბედნიერო სასამართლო პრაქტიკაც ამგვარი. ანუ თუ ცალსახად იკვეთება, რომ ამ ურთიერთობას ახასიათებს სუბორდინაცია, როდესაც დამსაქმებელი რაღაც მითითებებს აძლევს დასაქმებულებს, მის სასარგებლოდ გაწევს ამ შრომას, უქმნის მას შესაბამის გარემოს, შრომით გარემოს და ასე შემდგომ ძალიან ბევრი დეტალია, რაც ერთობლიობაში ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში უნდა შეფასდეს, იმისთვის რომ დაკვალიფიცირდეს ესა თუ ის ურთიერთობა არის თუ არა მომსახურება თუ შრომითი. როგორც წესი, ასევე განმასხვავებელი არის ხოლმე გრძელვადიანობა, როდესაც ეს არის ხანგრძლივადიანი ურთიერთობა, როდესაც ესა თუ ის ფუნქციები მუდმივად ჭირდება ამა თუ იმ კომპანიას და შესაბამისად ცხადია, რომ აქ საჭიროა ადამიანის სამსახურში აყვანა და არა რაღაცა მომსახურების გაწევა, რომელიც შეიძლება იყოს მოკლევადიანი ან ერთჯერადი ან ასე შემდგომ. ამიტომ ბევრი კრიტერიუმი არის, მაგრამ მთავარი არის ის, რომ აი ეს დაქვემდებარეობა, რომელიც გულისხმობს იმას, რომ ძირითადი ამ ურთიერთობებში განსაზღვრელი ჩემი პირობების და მიმღები ამ ჩემი სერვისის არის დამსაქმებელი, უკვე საკმარისია იმისთვის და ქმნის იმის საფუძველს, რომ ეს მიჩნეული იქნას შრომის ხელშეკრულება და არა მომსახურების ხელშეკრულება.
ჩვენ ამ კუთხით დავიწყეთ ახლა უკვე შრომის ინსპექციის მექანიზმის გამოყენებაც, იმიტომ რომ სასამართლოში უფრო გრძელვადიანია ამ ყველაფრის მტკიცება და უფრო რთულია ცხადია, ხო? ამიტომ ჩვენ გვაქვს უკვე რამდენიმე ესეთი საჩივარი, როდესაც მივმართეთ შრომის ინსპექციას და თხოვეთ თვითონ სახელშეკრულებულ ურთიერთობის შეფასება, იმიტომ რომ უკვე ამაზე არის დამოკიდებული მერე ადამიანებს ექნებათ თუ არა ყველა იმ შრომითი უფლების სარგებლობის უფლება, რომელიც ჩვენი კანონმდებლობით უკვე არის გარანტირებული. და ნახოთ თვითონ ეს ზედამხედველი მექანიზმი როგორ პრაქტიკებს დაადგენს. ძალიან საინტერესო იქნება მართლა ახალი მექანიზმია და მათ აქვთ იმის შანსი, რომ ეხლა რაღაც პრეცედენტები შექმნან. ასევე საინტერესოა თვითონ ანუ მარტო დასაქმებულს აქვს მაგალითად ესე ანონიმური საჩივრის გაგზავნის უფლება თუ აი ვთქვათ კლიენტს აი მაგალითად მაღაზიაში მყიდველს თუ აქვს უფლება, რომ აი ესე დაინახა, რომ დამსაქმებელი არღვევს ვთქვათ დასაქმებულის შრომით უფლებს. თუ აქვს უფლება, რომ ის საჩივარი პრინციპში ანონიმური თუა, ალბათ მაინც აქვს უფლება, ხო? ხო, ძალიან კარგი კითხვა, რა კუთხით. ერთგვარად არსებობს განსხვავებული სტანდარტი, უფლების დარღვევა ეხება შრომის უსაფრთხოებას თუ სხვა ტიპის უფლებებს. თუ შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დარღვევას ეხება, შეუძლია ნებისმიერმა ადამიანმა შეიტანოს საჩივარი იმის მიუხედავად პირდაპირ ეს ეხება თუ არა მას. მაგალითად, მივდივართ მშენებლობაზე ვხედავთ დარღვევას, ვხედავთ სადღაც ირღვევა COVID რეგულაციები და მიმართავთ შრომის ინსპექციას, მე პირადადაც არა მხოლოდ როგორც ორგანიზაციის წარმომადგენელს, ეს მექანიზმი არაერთხელ გამომიყენებია და მიმართავ შრომის ინსპექციისთვის. რაც შეეხება იმ უფლებების ნაწილში, ეს გამყიდველი შემთხვევა რო ახსენეთ, ხომ? აქ მხარე უნდა იყოს დაინტერესებული. დაინტერესებული მხარე რას ნიშნავს, რომ მესამე პირი კი ვერ იდავებს ამაზე, ეს უნდა იყოს დასაქმებული თვითონ უშუალოდ, ან იმავე დაწესებულებაში დასაქმებული, ან პროფესიული კავშირი, ან სახალხო დამცველი. სხვა პირს, რა თქმა უნდა, ხა საჩივრის დაწერას ვერ აუკრძალავთ, მაგრამ ინსპექციას არ აქვს რეაგირების ვალდებულება და აქაც ალბათ განმარტება არის საჭირო ეს კონფიდენციალურობა რო ახსენეთ და ანონიმურობა. მნიშვნელოვანია რა, რომ კონფიდენციალურობა და ანონიმურობის შენარჩუნება ხდება დამსაქმებლის წინაშე და არა შრომის ინსპექციის წინაშე. როდესაც უფლებას ეხება საქმე, შრომის ინსპექცია ყოველთვის არკვევს საჩივრის ეტაპზე, დასაშვებების ეტაპზე, არის თუ არა ის პირი, ვინც მას მიმართა დაინტერესებული მხარე. ანუ არის თუ არა დასაქმებული, არის თუ არა პროფესიული კავშირი, ან სახალხო დამცველი. თუ ის არის ვინმე გარეშე პირი, მაშინ როგორ ვთქვით, რეაგირების ვალდებულება მას არ აქვს. ამიტომ ინსპექციისთვის ეს ადამიანი იდენტიფიცირებულია ყველა შემთხვევაში, მაგრამ დამსაქმებლისთვის ის არ არის იდენტიფიცირებული. ეს არის განსხვავება. გასაგებია. ძალიან დიდი მადლობა ქეთის ქალტონ რაისა თქვენს დღევანდელი გადაცემისთვის და ვფიქრობ მნიშვნელოვანი იქნება რომ ანუ ყოველი ადამიანის მოვალეობაა და ვალდებულება რომ გარკვეულწილად ეს მექანიზმები ავამუშაოთ და წვლილი შევიტანოთ იმაში რომ ეს შრომითი უფლებების კულტურა და რაღაცნაირად დაინერგოს და ის სტერეოტიპი რო გვაქვს რომ ეხა ნუ დამსაქმებელი რაღაცა ხო მონათმფლობელია და აქ უფლება რაც უნდა ის მოთხოვოს დასაქმებულს რომ ეს რაღაცა სტერეოტიპი დაიმსხვრეს და პრინციპში მხოლოდ იმ კონკრეტული შრომითი ხელშეკრულების დაკისრებული მოვალეობის შესრულების ვალდებულება აქვს დასაქმებულს და არა სხვა ნებისმიერი ვალდებულების და ზეგანაკვეთური შრომის და ასე შემდეგ თავისი თანხმობის გარეშე. თქვენ კი მაყურებელს მინდა რომ დაგემშვიდობოთ კითხვების შემთხვევაში, საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ მოგმართოთ ჩვენ და ჩვენ დაგაკავშირებთ უკვე პროკავშირებთან თუ ქეთისთან თუ სხვა იურიდიული დახმარების გამწევ ორგანიზაციებთან. ყველას წარმატებები მინდა გისურვოთ და ორი კვირის დაგემშვიდობებით დროებით. სამყარო ძალიან დიდია. შესაძლებლობები ფაქტობრივად უსაზღვრო. და თუნდაც ამ წამს შენს გვერდითა ოთახში შესაძლოა ძალიან საინტერესო ამბები ტრიალებდეს. არსებობს ხალხი, ვინც ამ ყველაფერში პირდაპირ მონაწილეობს და უბრალოდ ისე მოხდა, რომ შენ ჯერ მათ არ იცნობ. მე ესმავარ და ჩემი მთავარი მიზანია ყველაფერი საინტერესო, რაც შენამდე ჯერ არ მოსულა, განვიხილო და ახალი შესაძლებლობები დაგანახო. ამას კი მხოლოდ მაშინ მოახერხებ, თუ მზად იქნები შენი ხმა ყველას გავაგონოთ. მოკლედ, შემოგვიერთდი და ერთად გავიხედოთ ჰორიზონტს მიღმა.